49 საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველოს წელს პირველად მოხვდა და ფურორი მოახდინა. კარლოვი ვარის ფესტივალი მსოფლიოში უძველეს და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოპლატფორმას წარმოადგენს. ის ტრადიციულად ივლისის თვეში იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა კატეგორიებში საუკეთესო ფილმებს ავლენს. მთავარი საკონკურსო სექციის გამარჯვებული წელს გიორგი ოვაშვილის ფსიქოლოგიური დრამა გახდა. სიმინდის კუნძულმა ფესტივალის გრან-პრი და ბროლის გლობუსი მოიპოვა. მანამდე კი ფილმს კინოკრიტიკოსთა დადებითი შეფასებები და ფესტივალის რეიტინგებში ლიდერობა ხვდა წილად. ზოგადი თემები, ზოგადი პრობლემები, რომლებიც ყველა ეპოქაში, ყველა ხალხში არსებობს. ადამიანის არსებობა და ადამიანისა და გარემომცველი სამყაროს თანაარსებობა. სრულიად ახლებური და სრულიად განსხვავებული ხედვით. გიორგი ოვაშვილის სიმინდის კუნძული სამი ადამიანის ისტორიას აერთიანებს. მოქმედება სასაზღვრო ზოლზე მდინარე ენგურში, წვიმების შედეგად წარმოქმნილ პატარა კუნძულზე ვითარდება და ერთი შეხედვით მტრების ჩაკეტილ სივრცეში თანაარსებობის, თანაცხოვრების შესაძლებლობას მოგვითხრობს. გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი 7 ქვეყნის კოპროდუქცია და ეროვნული კინოცენტრის 2012 წლის კონკურსის გამარჯვებული გახლავთ. 4 წლიანი მუშაობის შედეგი მსოფლიომ უკვე ნახა. სიმინდის კუნძულს ქართველი მაყურებელიც მალე იხილავს.